მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პოლონეთში მატარებელი, რომელსაც 500-მდე მგზავრი გადაჰყავდა, მოულოდნელად გაჩერდა. როგორც ამბობენ, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ლიანდაგი. ლიანდაგის ამ ხაზზე დაზიანდა სხვა მონაკვეთიც, რომელზეც სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არც ზიანი იყო მასშტაბური, თუმცა პოლონეთს, რომელმაც თავდასხმაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა, მაინც მკაცრი პასუხი ჰქონდა. მან 10,000 ჯარისკაცი განალაგა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. პოლონეთში მომხდარი დივერსია Associated Press-ის მონაცემთა ბაზაში შეტანილი 145 ინციდენტიდან ერთ-ერთია, რომელიც დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ ორგანიზებული არეულობის სერიის ნაწილია. ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება, ევროპელებს შორის განხეთქილების შექმნა და კონტინენტის უსაფრთხოების სუსტი წერტილების გამოვლენა. ვფიქრობ, ამ საკითხში უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარეა და ის ფსიქოლოგიური ზიანი, რომლის მიყენებასაც ცდილობენ. ისინი მოსახლეობაში თესავენ შიშს. ყველა მისის, რომ მსგავსმა მოვლენებმა შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს. გასულ წელს თავდასხმები ჰქონდა DHL-ის თვითმფრინავებზე. 2024 წელს პოლონეთში მერივილსკის სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს იერიში, რასაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. ასე რომ ეს შიშის განცდას აუცილებლად გააჩენს. ამ ჰიბრიდულ ომში ჩვენთვის ცნობილ დივერსიის აქტებს მინიმალური ზიანი მოჰყვება, რაც არც კი შეედრება უკრაინაში განვითარებული მოვლენების მასშტაბს. იქ 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ქალაქები. მსგავსი დივერსიები მძიმე ტვირთად აწვება უსაფრთხოების ევროპულ სამსახურებს. რუსეთს კი ეს თითქმის არაფერი უჯდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოსკოვი აწარმოებს საზღვრისპირა ოპერაციებს, რომლებიც ევროპული ქვეყნებისგან უფრო ფართო თანამშრომლობას მოითხოვს. ამასთან რუსული სადაზვერვო სამსახურები თავიანთი მიზნების მისაღწევად ხშირად იყენებენ კრიმინალური წარსულის მქონე უცხოელებს, რომლებიც ამ საქმეში მცირე ანაზღაურებას იღებენ. ფიქრობ, რომ შეიცვალა ამ სამიზნე ოპერაციის წარმოების წესები. ჩემი აზრით, რუსებსგან აღარ სურთ გარკვეული პირობების მიზანში ამოღება, უბრალოდ მათ ფორმა და წესი შეცვალეს. მათთვის გაცილებით რთულია სადმე დაზვერვის ოფიცრის გაგზავნა. სადაზვერვო სამსახურის წევრებისთვისაც არ არის მარტივი გაერთიანებულ სამეფოში ქიმიური ნივთებით შეიარაღებულნი ჩამოვიდნენ და ვინმე მოკლან. ამიტომ მათ შეცვალეს მოქმედების მეთოდი. ისინი ახლა ამ საქმეში კრიმინალური წარსულის მქონე პირებს რთავენ. წლის განმავლობაში Associated Press-ი 13 ქვეყნის 40-ზე მეტ ევროპელ და ნატოს ოფიციალურ პირს ესაუბრა, რათა დაედგინა ამ ჰიბრიდული ომის მასშტაბი. მათ შორის ინციდენტები, რომლებსაც რუსეთის მარიონეტებს ან მის მოკავშირე ბელარუსს უკავშირებენ. მონაცემთა ბაზა აჩვენებს ცეცხლის წაკიდებისა და აფეთქების შემთხვევების მატებას. ეს ზრდა ადასტურებს იმას, რაზეც ოფიციალური პირები მანამდეც აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ ტენდენცია უფრო სახიფათო ხდება.